ბათუმში და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. რეაბილიტაციისთვის გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ადგილობრივ მთავრობას გადაეგზავნება აჭარის მთავრობის საგანგებო შტაბის ხდომაზე თვითმმართველ ერთეულებში შექმნილ ადგილობრივ კომისიებს სტიქიის შედეგების დროულად დათვლა და მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოს პირობების შექმნა დაევალათ. გვიანყამით ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრმა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად სტიქიით დაზარალებული უბნები დაათვალიერა. სამაშველო და სახანძრო სამსახური მუშაობს, წელი ღამის განმავლობაში მუშაობენ, ძალიან სარდაფი არის დაფარული და ესეთი მოსახლეობას გავესაუბრეთ, შევხვდით მათი პრობლემები მოვისმინეთ. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად სრულად მობილიზებულია მთელი მთავრობა 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, რადგან 24-ში და 25-ში ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეხლა მხოლოდ დაგვრჩა მაღალი კორპუსები, სადაც სარდაფებშია მხოლოდ დარჩენილი წყალი, უკვე 150-მდე სახლი იქნა წყლისგან გაწმენდილი და ეხლა უკვე ხვალინდელი დღე გვექნება მაღალი კორპუსებისთვის და ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ჩვენ მოვჩებით მთლიანად სამუშაოებს.